Ringis lurch კუთხეში მოკრივე გორიდა დათა გელაშვილი კიდევ ერთი დებიუტანტი მოკრივე რინგზე გორელი დათა გელაშვილი მიწინააღმდეგი ზუგდიდელ გიორგი კვარაცხელიას ვიხილავთ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში წინ ახალბედა მოკრივეთა მორიგი ჯახი გველის შასენ ახალბედა მოკრივეები ერთმანეთის წინააღმდეგ დათა გელაშვილი მისი მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი ყველასათვის ცნობილი თავადაც ვეტერანი პროფესიონალი მოკრივე და მწვრთნელი ხოლო მის წინააღმდეგ გიორგი კვარაცხელია დარჩელის კრივის კლუბ გლებს წარმოადგენს კვარაცხელია იგივე კლუბს, რომელსაც წარმოადგენს ნიკა ბიგვავა, დღევანდელი დღის მთავარი გმირი და ჩვენ ნიკა ბიგვავას მის სეკუნდანტად ხედავთ ახლა. სულ მალე კი ბიგვავა იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დასაცავად. თუმცა თანაგუნდელს მაინც გამოყვა და კუთხიდან ამხნევებს მთავარ მწვრთნელ ლევან ჯაბუასთან ერთად. ნახოთ პირადად მეც ძალიან მაინტერესებს ამ ბრძოლაში რა მოხდება, როგორ წარმოაჩენენ თავს მოკრივეები. გიორგი კვარაცხელიას ერთი ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე. გელაშვილი კი არის დებიუტანტი, როგორც უკვე აღნიშნე. საკმაოდ საინტერესოდ დაიწყეს ბრძოლა. მენტექვეებმა გელაშვილი ცდილობს მუცელში იმუშაოს. ხოლო გიორგი კვარაცხელია შორიდან ცდილობს საკუთარი ძალების მოსინჯვას. გასაუბრება ერთმანეთს მობოდიშება. ნაკლები ბოდიში და მეტი ბრძოლა გვინდა. გაიგეს მე მგონი მოკრივეებმა ჩემი შეძახილი და გააქტიურდნენ. საკმაოდ ძლიერი ბიჭი ჩანს დათა გელაშვილი. კარგად მოძრაობს და მძლავრ დარტყმებსაც აყენებს. თუმცა კარგ ფორმაში ჩანს კვარაცხელიაც. ცოტა უფრო მაღალია და უნდა ეცადოს მაქსიმალურად ამ თავისი სიმაღლის და გრძელი ხელების გამოყენებას. კარგი შესვლა იყო კიდევ ერთი გელაშვილისგან და წავიდა კვლავ ფიცხელი ბრძოლა. ეს რა ჯახი იყო ნამდვილად უძლიერესი დარტყმები შეასრულა ეხლა გელაშვილმა, თუმცა ნაკლები ლაპარაკი და მეტი ბრძოლა. რინგზე გარჩევების დრო არ არის. არც ბევრი ზედმეტი ბოდიშების. კარგი შეტავა გელაშვილის და კარგი პასუხი. ნამდვილი ომი გაჩაღდა. ამჯერადაც საოცარ შოუს, საოცარ საღამოს ვადევნებ თვალყურს. საოცარი დაპირისპირებები, ნამდვილი ომი მიდის რინგზე. კარგი მარცხენა ჰუკი კлау გელაშვილისგან და
კარგი პირდაპირები პასუხად და კვლავ აფეთქება. ოჩახ ბიჭებს, ოჩახ ნამდვილად პირველივე რაუნდში ძალიან კარგი კრივი აჩვენეს. ძალიან კარგად მოქმედებდა ორივე მათგანი. ნამდვილად ჩანს მათი ჟინის შემართება, მონდომება. სხვათა შორის დებიუტანტ მოკრივეებს გამოარჩევთ ხოლმე თავიდანვე შესვლა ბრძოლაში, თავიდანვე აქტიურობა. ახალბედა მოკრივეები ხშირ შემთხვევაში ასე იწყებენ, შედარებით გამოცდილები ნელ-ნელა უმატებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში საკმაოდ აქტიური კრივი ვნახეთ პირველ რაუნდში. ძალიან მომეწონა დებიუტანტი გელაშვილი, ისევე როგორც გიორგი კვარაცხელია. ნამდვილად ჩანს, რომ შეუძლია ამ მოკრივეს კარგი კრივის ჩვენება. მან უნდა გახსნას თავისი კრივის კლუბისთვის წარმატებით დღევანდელი დღე და უნდა დააგვირგვინოს ნიკა ბიგვავა. კარგი იყო კვარაცხელია, ძალიან კარგად იმოქმედა ამ შემთხვევაში და მაშინვე საპასუხოდ ქარიშ ხალივით იერიშებზე გადავიდა გელაშვილი, კაპი ჩამოვარდა, ნუ ჩერდებიან, თორე შეიძლება ცუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი. საჯის ნათქვამამდე არაფრით არ შეიძლება გაჩერება, სანამ საჯი არ მისცემს ამის ნიშანს, თორემ შეიძლება მეტოქემ ძალიან ცუდად ისარგებლოს ამ ყველაფრით. უნდა გააფრთხილოს კუთხემ ამის შესახებ გელაშვილი, განსაკუთრებით საკუთარი ინიციატივით ხშირად ჩერდება შუა ბრძოლის დროს სხვადასხვა მიზეზებით. უნდა იმუშაონ, არ უნდა გაჩერდნენ საკუთარი ინიციატივით არც ერთი და არც მეორე მოკრივე. სხვათა შორის ხშირად ყოფილა უცხოეთში, რომ აი ამ გაჩერების გამო ძალიან ცუდი დარტყმა გაუტარებიათ მოკრივეებს და არ უნდა დაუშვან იგივე შეცდომა ახლა. კვლავ საოცარი შეტევები კუთხეში. ახლო ბრძოლაში ძალიან სახიფათოა დათა გელაშვილი. დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს ეს რაუნდიც. კარგი აპერკოტი იყო გელაშვილის შესრულებით. მეტად უნდა იმოქმედოს შორიდან. კვარაცხელიამ გაეცალოს პირდაპირებით, გაცილებით უკეთ შეუძლია საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა. კარგად შევიდა სწორედ აიახლა კვარაცხელია, თუმცა შემდეგ იგივე ვეღარ გააგრძელა და კლინჩი კარგად იმოქმედა გელაშვილმა. კვარაცხელიას უპირატესობა რაც არის სიმაღლე და გრძელი ხელები, აი ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. საინტერესო რაუნდი იყო ნამდვილად. არაფერი დაეწუნებოდა. შეგახსენებთ, რომ ეს არის მესამე ორთაბრძოლა დღევანდელი დღის, სულ 8 ორთაბრძოლას ვიხილავთ.
შემდეგ იქნება პაატა ადუაშვილისა და დავით კოპაძის ბრძოლა, შემდეგ გიორგი თხელიძე, დავით ბადურაშვილი, დავით კაზიევი, დავით შერვაშიძე, ილია სალია და თორნიკე ილაშვილი და ბოლოს უკვე სატიტულო ბრძოლა. ჯარეთ სილვერმენის წინააღმდეგ ნიკა ბიგოავა. ხშირად ამბობენ, რომ მესამე რაუნდი არის გადამწყვეტი 4 რაუნდიან ბრძოლებში. ნახოთ ამ შემთხვევაში როგორ იქნება. კვლავ ძალიან აქტიურად დაიწყო დათა გელაშვილმა, ნამდვილად ჩანს ცეცხლი ამ ბიჭის მოქმედებებში. ნამდვილად შემტევი და მაგარი მებრძოლი მოკრივია. ვლადიმერ ჯანეზაშვილი, მისი მწვრთნელი ძალიან აქტიურად აფრთხილებს რჩევებსა და შენიშვნებს აძლევს. თუმცა ფიქრობ სწორად მიყავს თავისი მოქმედებები. კარგად უპასუხა კვარაცხელიამაც ამ შემთხვევაში. გიორგი კვარაცხელია. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, განვითარებული, მაღალი მოკრივეა. დარჩელის კრივის კლუბი მგლები. ცალკე უნდა ითქვას დარჩელის კრივის კლუბზე, რომელიც ჩამოაყალიბა ლევან ჯაბუამ საკუთარ სახლშივე გახსნილ დარბაზში და აი უკვე პროფესიონალური კრივის რინგზე დგას მისი ერთი მოსწავლე, ხოლო მისი მეორე მოსწავლე ნიკა ბიგოავა სულაც მსოფლიო სატიტულო ბრძოლაში იცავს საკუთარ ჩემპიონის ქამარს. ამასობაში კვარაცხელია კარგად შევიდა, კარგი დარტყმები გაცვალეს მეტოქეებმა. კარგი იყო, ძალიან კარგი იყო გელაში. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლას ვადევნებ თვალს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელმა კრივის აღამომ ნამდვილად გაამართლა. თავიდანვე ისეთი საოცარი ბრძოლებით დაიწყო. ყოჩაღ ბიჭებს ნამდვილად ორივე მათგანს ეკუთვნის აპლოდისმენტები. კარგი მოქმედებები კვლავ გელაშვილისგან. ყოჩაღ დათა გელაშვილს. შოუს ელემენტები, აცელები, სწრაფი პასუხი, ყველაფერი იყო მის მოქმედებაში ამ შემთხვევაში. ეხლა ჯერი კვარაცხელიაზეა, უნდა აიღოს ინიციატივა და უპასუხოს. ახლა კი ბოლო და ძალზე საინტერესო რაუნდი, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერს ამ დაპირისპირებაში. იგივე სტილში და უფრო ძლიერად უტევენ მეტოქეები ერთმანეთს. საიდან ამდენი,
საიდან ამდენი შემართება კვარაცხელია ძალიან კარგად მოქმედებს. ბოლო რაუნდისთვის მეტი ძალები აქვს თითქოს კვარაცხელიას შემორჩენილი. თითქოს დაიღალა გელაშვილი და სარგებლობს ამით კვარაცხელი. თუ რამე შეუძლიათ ყველაფერი უნდა ჩადონ ამ რაუნდში მოკრივეები. არაფრით არ შეიძლება ესე მოტრიალება. შეიძლება საფრთხო დარტყმა გაატაროს, თუმცა ყოჩა გელაშვილმა მაინც შეძლო. აი ეს არაფრით არ შეიძლება. ამას ვამბობ. არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება ეს ყველაფერი. სწორედ ამას ვამბობ, რომ მეტოქე როცა ხარ ბრძოლაში, სანამ საჯი არ იტყვის. სანამ საჯი არ იტყვის, არ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა მოკრივეებმა. არაფრით არ შეიძლება. ორივე მოკრივემ დააუშვა ეს შეცდომა დღევანდელ ბრძოლაში. საკუთარ ნებაზე აქეთ-იქით მიტრიალება, გაჩერება ბრძოლის, იქ საუბარი, იქ ხელების შლა და ამ შემდეგ არაფრით არ არის შესაძლებელი და ნახეთ სწორედ კვარაცხელია რა დარტყმა გაატარა ამის გამო. მხოლოდ მსაჯის ნიშნის შემდეგ ჩერდება ბრძოლა. ან გონგის ხმაზე. აშკარად დაიღალა ორივე მოკრივე. აშკარაა ეს ყველაფერი, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ცდილობენ. რომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. აბა ვნახოთ, აი ასეთ ბრძოლაში დამთავრდა დაპირისპირება. ვნახოთ რა იქნება ვერდიქტი. საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ვნახეთ, ორივე მათგანს თავისი კუთხე და გულშემატკივარი ულოცავს, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერს გადაწყვეტენ მსაჯები. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პროფესიონალურ კრივში ძალიან მაღალი დონის მსაჯები ყავს. ამ ბრძოლას მსაჯობენ რინგზე ვხედავ დავით რაზარაშვილის რეფერის მსაჯები არიან ვაჟა ჩაციაშვილი, გელას ხირტლაძე და თამაზ ყარაგვეძაშვილი. ყველა მათგანს გავლილი აქვს უმაღლესი დონის სამსაჯო კურსები WBC-ს და EBU-ს მიერ გაცემული სერტიფიკატებით და ითვლებიან საერთაშორისო დონის კრივის მსაჯებად პროფესიონალურ კრივში. ძალიან გამოცდილი საჯთა კოლექტივია და უნდა იცოდეს ამის შესახებაც ქართული კრივის კომაგმა. ახლა კი ყველა ველოდებით ვერდიქტს. ყველაზე მეტად მოკრივეები, რა თქმა უნდა. საკმაოდ დაძაბული თანაბარი ბრძოლა იყო. და ვნახოთ რა იქნება გადაწყვეტილება. გაბატონებულება ოთხი შემდეგ ვეცდებით მსაჯთა გადაწყვეტილებას. ნათქვამი ქონების მიხედვით 40-26. 40-26. ბრძოლაში გაიმარჯვა დათა გელაშვილი. აი, გამარჯვებული თქვენს წინაშე დებიუტანტი გორელი მოკრივე დათა გელაშვილი. მისი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილი აღნიშნავს მასთან ერთად დებიუტი შედგა ყოჩა ნამდვილად მომეწონა ეს მოკრივე. როცა მიიღებს მეტ გამოცდილებას, უფრო მეტად
უფრო მეტად ბევრს შეძლებს დარწმუნებული ვარ. ყოჩა